ერთმანეთს ხოლმე ხალხნო, რკინა მაშინ ტყდება, როცა ცხელია. ეხლა დღეს გუშინ ხვალ ზეგ ტყდება ის, რაც ყველას გვაერთიანებს. საქართველო მშვიდობის. მე ვარ აფხაზეთთან დევნილი, ასევე სოხუმი საქართველოა. ცხინვალი საქართველოა, საქართველო ყოველთვის ებრძოდა მტრებს. დღეს ჩვენი მტერი რუსეთია. აი, მადლობა იმ ავტორს, ვინც ეს ვიდეო შექმნა დღეს. მე იტალიიდან ვადევნებდი თვალყურზე, ცემის გარეშე ვერ ვუყური. აი, ზუსტად ამ ემოციებმა მომიყვანა ამ მიკროფონთან. მიყვარხართ. მჯერა, რომ თქვენი გულანთებული გულები არ დაიღლება. აი, დროებით ჩამოსულმა სახში ჯდომას თქვენთან მოსვლა ვარჩიე, იმიტომ რომ აქ ხარ თქვენი ძალა, ახანდელი თაობა. გაოგონებული ვარ ამ ქვევსის ზარღვებში, აი როგორ რამ შექმნა ერთი მღვდელია, რომელიც კარგად ამოსიტყვებს. ეხლანდელი თაობაო, გამზადებული თაობაო, არ მახსოვს ვინ არის ეს მამაო, აი ყველას გეცოდება სოციალქსში ნანახი გექნებათ. ზუსტად ეს ხარ თქვენ, ის ჩვენი ძალა, არ დაიღალოთ. ემიგრანტების თქვენთან არიან ძალიან ბევრი თანამშრომლები, რომელსაც სული და გულით უნდა ჩამოსვა, მაგრამ ვერ ჩამოდიან. მათი გულით თქვენთვის ფეთქავთ. არ დაიღალოთ, არ გვიღალატოთ, იმიტომ რომ საქართველოს გზა არის ევროპაში. ხალხო, ჩვენ რუსეთის მონა არ უნდა გავხდეთ, აი ვინ სახში ზიხართ, კარგად დაფიქრდით. დაფიქრდით, ხვალაც არ არის გვიანი. ორად რო არის გაყოფილი საზოგადოება, გული მწყდება, აი რო გამოვიარე უკანა მხარეს დასახელებაც არ მინდა. აი შემოვედი, სურათიც ვერ გადავიღე, აი მეუღლე მყავს იტალიელი. ევროპისკენ საქართველოს ისიც კი იძახის. ქართველებო რა გჭირთ, გამოფხიზდი, დადეკით იქ არის, სადაც არის სწორი არჩევანი, ევროპული არჩევანი. მე მჯერა თქვენი, მე მჯერა საქართველოსი და მე მჯერა მომავლის, რომელიც გვიწერია. საქართველო სად? ევროპაში. საქართველო სად? ევროპაში. საქართველოს გაუმარ? ჯოს. გაუმარ? ჯოს. გაუმარ? ჯოს. არ გაიღალოთ, მიყვარხართ და იყავით დღეგრძელი, ორსავე სოფელსაშინა, უფალი ჩვენთან არის და იქნება სულ. მიყვარხართ ყველა. მე მინდა რომ ემიგრანტებს დაუკრეთ ახლა მხურვალე ტაში იმ ადამიანებს, რომლებიც საზღვარგარეთ გულშემატკივრობენ და არჩევნებზეც და არჩევნებამდეც ეხლა ცდილობდნენ რომ ფულადი გზავნილიც კი გამოგვიგზავნონ, რომ აი რასაც ხედავთ ეხლა ეს ტექნიკა და ასე შემდეგ, მათი დამსახურებითაც არის ნაყიდი. ძალიან დიდი მადლობა ემიგრანტებო გვერდში მდგომისთვის და მხარდაჭერისთვის. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც საზღვარგარეთიდან ამაგრებთ საქართველოს და აუცილებლად პირდებით რომ მივათ იქამდე, რომ აღარ დაგჭირდებათ საზღვარგარეთს ემიგრანტად ყოფნა. ეს პრეზიდენტ ალმუზირობიშვილიც აღნიშნავდა, რომ ვიღაცებს გოლდული ქონდათ, რომ ახალი წლის დღეებში შენელდებოდა სამწესტო, მაგრამ ესეც ვერ გაჩვენეს, რომ მაგას შეხედავთ, რომ დღესაც ასეთი შემართებით გაყენ აქციაზე ადამიანები. ეს 26 ღამეა, რაც იმართება სამწესტო აქცია, იმას შემდეგ, რაც გაცმოცებამ განაცხადა იმის შესახებ, რომ ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერდეს. ქალაქი მისებდნენ საპროტესტო აქციაზე. აქ მოწყობილია საходახო სცენა. მათაგოვანში ჩაესვით დაღუპულთა ძახილი, აფხაზეთის საქართველოარი. მათაგოვანში ჩაესვით დაღუპულთა ძახილი, აფხაზეთის საქართველოარი. ისევი ბადებიან, აკვანს არტერთი დედა, მცეთას ისევი რეკე ბაზარი. საფლავიდან გაისმის დაღუპულთა ძახილი, აფხაზეთის საქართველოარი. საფლავიდან გაისმის დაღუპულთა ძახილი, აფხაზეთის საქართველოარი.
წინაშე მოვიხადო თვალი შესემოდანა და წელი თავმონა სულები წინაშე მოვიხადო თვალი შესემოდანა და წელი თავმონა სულები წინაშე მოვიხადო თვალი მოგესალმებით. რა შეგრძნება დღეს ამ სიმღერის მოსვენა აქ საპროტესტო აქციაზე, როცა მოქალაქეების შემართება ძალიან საგრძნობია და ახალი წლის დღეებშიც გრძელდება საპროტესტო აქცია. თქვენ ხართ დევნილი აფხაზეთიდან, როგორც მახსოვს. დიახ და ყველა ჩემს კომენტარში ვამბობ, რომ აი ამ დროშის ქვეშ 15 ვაჟკაცი მყავს დაღუპული. და ჩემთვის აფხაზეთში ხო? სოხუმში, დიახ. სოხუმში დაეცენ აი ეს ჩემი ვაჟკაცები სოხუმიდან ვარ და ძალიან ბევრი რამე მაქვს გამოცდილი. გამარჯობათ. ილოცავთ ახალწელს მრავალ დაესწარით. აქ გამოსვლა აი თელი ოცნება წუხს. ბიზინა ივანიშვილი დასანქცირდაო. გრუნული და აქ რო გამოვდივარ. ბიზინა ივანიშვილი დასანქცირდა კი არა. ბიზინა ივანიშვილმა დაასანქცირა. თელი საქართველო 12 წელიწადია. თელი საქართველო 12 წელიწადია დასანქცირებულია. 10,000 წლის განმავლობაში ქართველი არის 12 წელიწადია წყობაში და სანქციაში ყავს ივანიშვილს. კეთებულება სახეზეა. 60 ლარად აცხოვრებს სოციალ დაუცველებს. ოლივერს 45 ლარად. ქრიობლებს 100 ლარად. ჯანგბაზე შეერთებული ადამიანები. კლავ ლარიან დახმარებას ითხოვენ და შველას ითხოვენ. რატომ არ უნდა იყოს საქართველოში ნორმალური კლიკა, ნორმალური სამართლებო? რომ თურქეთში არ მოუწიოთ ადამიანებს გადახვეწა და იქ კუნალობა. სახელმწიფო რატომ უნდა უხდიდეს თანხას თურქეთში, თურქეთიმებს? ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს. სახელმწიფო თლიანად ივანიშვილმა საკუთარ ჯიბეში ჩაიდო და ბიძინა ივანიშვილის სანქციებს მისდირიან. ეს არის რეალობა, რომ ივანიშვილმა დიახას თელი საქართველო 12 წელიწადია დაასანქცირა და თელი საქართველო 12 წელიწადია სიღატაკეში და ჭაობშია. ბიძინა ივანიშვილო, ეს დასაწყისია. მე ერთ-ერთი მოქალაქე ზურაირემაძე წმირდები, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ეს სანქციები გაფართოვდეს, დაიზარდოს, უფრო მეტად სესტოლა მოხდეს შენზე. რატომ? იმიტომ რომ გადადი უკვე ყოველგვარ ზღვარს ივანიშვილო. საკმარისია. იკმარე ბიძინა ივანიშვილო. ქართველი ხალხი დასანქცირება. იკმარე ბიძინა ივანიშვილო. ქართველი ხალხი ჭაობში მოქცევა. ეხო ყველაფერს აქვს საზღვარი. აი იმ საუკეთესო მიღების ფიალა. ირაკლი ღარიბაშვილი როცა პრემიერ-მინისტრი იყო, გამოვიდა და თქვა, კრიმინალიო საქართველოშიო შემცირდაო. პირაში მივწერე და უთხარი, მართალი ხარ შემცირდა კრიმინალი საქართველოში. ოღონდ ციხეებში მე უთხარი, იმიტომ რომ 1000-ობით კრიმინალი ქუჩაში დაყარეთ. დაღრებივით, უბატონოთ, სწორედ ამიტომ არის კრიმინალი გაზრდილი, სწორედ ამიტომ გვახდება კრიმინალი თავგიზერზე. ეს არის რეალობა და ამ რეალობას ვერ გაიქცევა ვერავინ. მადლობა, დოფლის ხალებას გითხრობთ ყველას და რა თქმა უნდა მრავალ დაესწრით. ხალხო, თქვენ გენაცვალეთ ნამდვილად თქვენი ჭირიმე რა. ძალიან დღელავ. რადგანაც პირველად გამოვდივარ ახლა დღეს მიკროფონით. ხალხო, ჩემი პოემიდან მინდა ერთი სტრიქონი წაგიკითხოთ. ხალხო, ჩაფიქრდით ჩემს და ამბობზე, რადგანაც ვამბობ ღვთისნაკარნახებს. ჩაფიქრებულ ხარ როდისმე მაზედ საიდან გაჩნდა ცისმერიზეცა? მზე სამყაროს რომ გვინათებს დღისით, ღამით უამრავ ვარსკვლავს რომ ხედავთ. ჩაფიქრებულ ხართ როდისმე გედზე, რატომღა მღერის სიცოცხლის ბოლოს, რატომღა ტირის ნიანგი მსხვერპლზე მიწიდან ყვავილი რო აღმოცენდება, შეიკაზმება უამრავ ფერად. ეს ხომ ყოველი თვით ღმერთმა შექმნა. ღმერთი ხომ თვითონ სიყვარულია,
სიყვარულია თვითაღმაფრენა, სიყვარულია ყოვლის შემძლები, სიყვარულია ჩვენი სინდისით. ალბათ ამიტომ გვიყვარს ჩვენ ყველა. ხალხო, ამ შენობის უკან მთელ კედელზე მიწერია ღმერთი სიყვარულია. ვიყვარდეთ სიყვარულით, ღმერთით ყველაფერს მივახცევთ. მთელი სამყარო გადაშენდა 10,000 წლის განმავლობაში, თითქმის ყველა შეიცვალა, მაგრამ ქართული გენი არსებობს და ყოველთვის ვიქნებით, ყოველთვის გამარჯვებით ვიქნებით, თუ კი აი მართლა ქართული სულის გამოძახილის ვიცხოვრებთ. აი ქართული სულის გამოძახილი ეს არის მე მოსისხლე მტერიც მიყვარს და თუ მიყვარს მართლა მიყვარსო. ყველა მტერს ოჯახში სტუმრად ვიღებთ და ასე იქნება მარად და მარად. ამით ვიქნებით ჩვენ მაგრები და ამით გავიმარჯვებ და ამით აი 10,000 წლისგან 8,000 წლის საქმრის შეაგვიფეთქეს ხალხო და როდესაც 10,000 წლის განმავლობაში ქართველი ერში თაობა ხსნილა, რომელშიდაც ომში არ ყოფილა და ომი არ იცოდა. ღმერთს შევთხოვ, მომავალი თაობა მაინც იყოს ისეთი, რომელმაც სიტყვა ომი არ იცოდეს რა არის და ეს ევროპა, ეს ევროპული გარანტიაა, რომ არ იქნება ომი. საქართველო საზღვარზეა ავტორიტარიზმის და ცივილიზებული სამყაროს შორის. და თუ საქართველო გაიმარჯვებს, მაშინ ცივილიზებული სამყაროც გაიმარჯვებს. ყველა მსოფლიო სახელმწიფოების ისტორიაში არსებობს ქართული კვალი და საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი, რომ არსებობენ. ყველა ომმა საქართველოზე გადაიარა. ამიტომ სიყვარულით თუ ვიქნებით, ღმერთი იქნება ჩვენ მხარეზე და ყოველთვის გავიმარჯვებთ. თქვენი ჭირიმე, თქვენ გენაცვალოთ ჩემი თავი. მოგესალმებით. უნდა გაგესაუბროთ. პენსიების გაზრდაზე მინდა გითხრათ. მოგესალმებით. თქვენი მოსაზრება საინტერესოა. უკვე ამოქმედა კანონი შეიცვალა, რომლის მიხედვითაც პენსიები გაიზარდა საქართველოში დღეიდან 35 ლარით. პარლამენტარების საშუალო ხელფასი 7,000 ლარით გაიზარდა. რას ფიქრობთ ამ სურვილზე?
ჩვენ ცვლილება არ გვაინტერესებს, просто გვაინტერესებს საქართველოს განვითარება, რომ შევიდეთ ევროპაში. ყველაფერი რომ ეს კარგად იქნება, მაშინ გასაერთოდ ყველაფერი. რა 35 ლარი, რა საამაგოა მაგი. 35 ლარი რა სიტყვა, დღევანდელი ყველაფერი სიტყვა. ჩვენ ვინდა საქართველოს დამოუკიდებლობა. ჩვენ ვინდა ევროპაში შევიდა. მაგელი სწავლობდები 20 და 30 ლარი, მოსახლეობის არაფერი არა. ქართველები არ დავწერთ. სანამ არ იქნება მშვიდობა და არ იქნება ჩვენ ევროპაში შევიდა. Თქვენი სახელი შემოგხსენეთ? ლეილა მურთულაძე. მადლობა. თქვენ რა ფიქრობთ რომ ეს მართლა დაგდება? ანუ როცა პენსიები გაიზარდა 35 ლარი, რა ფიქრობთ რომ ეს მართლა დაგდება? ძალიან მცირეა მათი გაზრდილი ხელფასები მაღალია და ეს არის მიზეზი ძალიან მცირეა. ამ დროს პარლამენტარების ხელფასები გაიზარდა საშუალოდ 7000 ლარი. შეცვალო 7000 ლარი აკეთებდა. მოსახლეობის ლარი მიიწევდა. არის ახსნად და ხასნა. ისინი ქართულ ხასნად როგორც დავიცი რა დაგება ქართულია. რადგან მაგალითად ხელფასები მათარია რადგან ხალხი მაგალითები არაფერი არა ასე სხვა გამოგარა. მადლობა თქვენი სახელი შემოგხსენეთ? არნაბერი. შეცვალო. ასეთია მოქალაქეების შეფასება სიახლეზე, როცა პენსიები გაიზარდა 35 ლარით, პარლამენტარების ხელფასები გაიზარდა 7000 ლარით. ეს 36 დღეა ბათუმში, როცა იმართება საპროტესტო აქცია. როგორც ხედავთ, უწყვეტია ეს საპროტესტო. საქართველოს მარიაკაში და გავაგონე. აი ჩემი სიტყვა, აი საქართველოს. ბერდი წუთის ლუქცანდი სადაგეთ მოიციეთ რომ ხმაური შემოდის ალი ხო და აფტაკით გავიდეთ თქვენი სახელი ბძანეთ ემალი დეკანაძე ვარ მე ჩემალ დეკანაძე მოგვიყავით დღევანდელი დღის შესახებ რა არის თქვენი გზავნილი დღეს რას ხედავთ ქვეყანაში რა ეტაპზეა ახლა ქვეყანა რაღაც მაგის შეკითხვა ეს რომელი არხია ჯერ ხათუმელები მოძველებული შეკითხვა. ახლა თქვენი შეკითხვა მოძველებულია უკვე მე 24 დღეა დავდივარ ერთი წუთი გამოვა. ჩემი გზავნილი, პირველი გზავნილი ძალიან მკაცრია. სასწრაფოდ გაათავისუფლონ ის ჩვენი გულანტებული უდანაშაულო ახალგაზრდები. დაინიშნოს ახალი არქივნები. მაგრამ არა ამ მეთოდით. სხვა საარქივო სისტემით საარქივო საოლქო თუ ადგილობრივი საარქივო კომისიის ახალი თავმჯდომარეები და ხალხმა, ქვეყანამ, ეკონომიკამ ამოისურვა. აი ეს არქივი გზავნილი მოკლედ. რა ეტაპზე ახლა ქვეყანა ეს წინამდებობა რა ეტაპზე რა სჭირდება ახლა ამ წინამდებობას რა არის თავი ფაქტორი მისთვის რომ ივანიშვილს მართლაც მოუხდეს უკან დახევა ცოტა დაგვიხანგრძლივდება მე მგონი იანვრის ბოლომდე მოგვიწევს მაგრამ ჩვენი ახალგაზრდობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის ჩვენ 170 წელი ჩვენ გვერდი რა უგებით რა თქმა უნდა და ახლა ვირთხა მიმწყდეულია უკვე კიდევთან ჩვენს უყურებთ და ძენი საზოგადოება უყურებს რომ დრო არის ახლა პარკს ალაგებდნენ და მადარებელი ჩამომდგარი კი აქვს პარკს რომ ალაგებდნენ დროა სანამ ქვეყანა ეკონომიურად დავარდება უკან წამოვა პენსიების განათლებას გაუწირდებათ მე მგონი ასე მარტის ასაცილებლად მაგრამ პენსიები გავიზარდეთო დღეს უკვე მოქმედა 25 მანეთი ახლა ცუდი პედაგოგი ვარ ძველი მე და არ მინდა რაღაც ცუდი თქვა მათ 1470 მანეთები პარლამენტარებს და მე 315 მაქვს და 350 წამალში არ მყოფნის მე შაქარი მაქვს წამალში პარლამენტარების ხელფასები გაიზარდა 7000 ლარი 7000 იყო ხათო ზევით წავიდა ხო და მაგას ვიძახე საუდომარის ხელფასი არის
14,600 რას. კი ბატონო. ეს რას ნიშნავს, რას აჩვენებს? ეს ხო თორე ამ ხელფასებს პარლამენტარს, ამას პენსიონერების პენსია იზრდება 25 ლარი. აჭარული დიალექტი უკვე მასყრად აღებას. აჭა ზემოაჭარი და ხულოკი სახუმრად მიიღებენო იყვიან. მასყრად აღდება არის ხალხი. ხალხის მასყრად. აი მარტო აგია წეგანო ირემაძე გამოვიდა 50 ლარი, 60 ლარი ეს სიცხვილია. უბრალოდ სიცხვილია. ერთი პირი წამალი ვიყიდე მე ხათი დიაბეტიანი კაცი ვარ და 56 ლარი მივეცი. ერთი პირი 10 ტაბლეტია, 2 ცალი დევს. კაროფკაცი, რუსული მოვარდება. დანარჩენი, მე მგონი ჩვენ გავიმარჯვებთ. წინ წავა ქვეყანა. მაგრამ უკან არ იხევს ივანიშვილი, ხო ჯერჯერობით რა ჩანს ის არაფერს არც მოგს პრაქტიკულად. დაიხევს, აუცილებლად. რა გაიცნობ თქვენ ამის იმედს რომ დაიხევს უკან? მე ახლა ფილოლოგი ვარ, ისტორიკოსი არ ვარ, მაგრამ დიქტატორული წყობილება ყოველთვის ყველგანასია. ივანიშვილმა კი არა, ჩაუშვეს უნდა იქცე, ჩაუშვეს უნდა ძლიერი ვარ, იყვიდე არა. და თუ გინდა ზეგე მაგირა მდგომარეობა იყო, აუცილებლად დაიხევს, მაგრამ რუად ვიჭირდება, გერ უნდა ვიწვალოთ, უნდა ვიდგეთ, ერთობით, სიყვარულით, თანადგომით, უნდა გავიტანოთ. ლელო უნდა გავიტანოთ. ამ თქვენ ფიქრობთ რომ უწყოდათ უნდა შედარჩუნდეს ეს საპროტესტო აქციები და ამას ექნება შედეგი? რა თქმა უნდა შედეგი ექნება, კაცო ახლა ჩვენ უგული გაგიტყდებათ რომ ეს ცოტა ხალხი ცოტა არაკლებია, ცოტა ხალხი ოჯახის ვარი მოზის, იგი მოზის, აგი მოზის, ახალი წლებია. მაგრამ ახალი წლების მიუხედავად ხალხი ქუჩაში ჩვენი იმართება საპროტესტო აქცია. ეხლა ამის მერე ხალხი ამონა მოიმატებს და იქაც მოიმატდა, იქანე ხალხი ძალიან მრავლადაა და მე მადლობა ჩვენ ახალგაზრდობას. მაგრამ ცოტა პედაგოგიური მასწავლებლების არმიიდან გული მტკივა, მაგრამ იქაც ვიტყვი უკვე ესა აპოლიტიკურიაო ვითომ. ხო. რა ის აპოლიტიკურია? რა უნდა ასწავლოს იმ მასწავლებელმა? ლეფქისკაოსანი, მახტრიონი ვაჟაფშაველას, აკაკი წერეთლის ვასიაჯუკი რა უნდა ასწავლოს? იქაა სამგობლოს სიყვარული. როგორ უნდა შევიდეს მე-12 კლასში იმ მასწავლებელმა? რადგან გამოვიდნენ 20-30 მასიურად 8 საათზე რო გამოვიდეს და 10-მდე იყოს რა მოხდება? აი ესა პედაგოგის პირველი მოვალეობა აქ დგომა. მე მადლობას აქ დგომს არავის არ ვეცი. ჩვენ ვალდებული ვართ სამგობლო დავიცვათ. ჩვენი ვალდებულება. როცა გესმით თქვენ ეს განცხადებები რომ აპოლიტიკურები ვართ, პოლიტიკასთან რა კავშირია განმოსწავლეს ან მასწავლებელს გეთახმები. იმათი დეზინფორმაცია რას უნდა? იმიტომ რომ აი ასეთი იგი შეიტანოს ხალხში დეზინფორმაციული მეთოდები და ხალხი უგულებელ ყოფა. მაგი აღარ გავა ჩვენ ახალგაზრდობას. ჩვენი ახალგაზრდობა ფიცი მისცეს თქვენციცი ერთმანეთს ეგრეთ ვიართ ეცლადება დაბიორისევრებმა და სხვა წევრებმა რომ ისინი სამშობლოს მოსიყვარულე შვილები არიან. ისინი დღესი არ უნდა იყვნენ. დედას გულიდან მოგნიგეს ერთადერთი ეს ვიაწელდება 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. მამა და მე აი მეგობრები ვარ. დავანებოთ მე მარტოს ვიაც კი არა კაცო. ყველას თანაუგრძნობ ვიცი ხარ. 44 პირია სისხლის სამართლის წესით დაკავებული და წარდგენილი აქვს თქვა ბრალი, სადაც მე უფრო მეტი ვიზოდი 51-იო. არო, ადმინისტრაციული ბევრი უფრო მეტია. ალბათ თლად არის დაჭერილი. მერტი ფიზალი რა საერთოდ ცხოვრობს ახლა, ვინც ჯერ კიდევ არ უერთდება ამ საპროტესტო აქციას და ჯერ კიდევ ფიქრობს, მინდა პედაგოგები იყოს, მინდა ექიმები იყოს, მინდა ახალგაზრდები, რომლებიც ეგერა კი ბატონო, იქაც იყავით, მაგრამ აქ გადმოდი. მე რა ვთქვი, სამშობლოს დაცვა ჩვენი პირდაპირ მოვალეობა და ახალგაზრდების განსაკუთრებით. 70 წლის კაცი რო ამბობ ჩემზე უხუცესები დგარან, ახალგაზრდება უნდა დღეს საქართველოს ისტორია იწერება აქ მეგობრებო. აქ იწერება საქართველოს ისტორია და აქ უნდა ვიდგეთ ვითეული ცენტრიდან. ესა ჩემი საქმე. დიდი მადლობა რომ გაგვიზიარეთ თქვენი საქმე. არ გავკითხავ ახლა რა მინდა რომ მაგრამ მადლობა არ უნდა უთხრა. ვალდებული ვარ. მადლობა თქვენ. მადლობა ბედნიერად.
დასვლის პერიოდად უშვებენ ვიდეოებს, ასევე საყდაყოლ სცენა მოწყობილი საკონცერტო სასამართლოს წინ, სადაც ასევე კონკრეტული მოქალაქეები მიმართავენ სხვებს მიკროფონიდან საპროტესტო აქციაზე. ესეც 2 იანვარს, როცა ახალი წლის დღეებში გამოდიან მოქალაქეები, ძალიან სასწრაფო ხდება კიდევ უფრო მეტად კაფიოდ შემართება მოქალაქეების, რომ ისინი არ აპირებენ ამ პროტესტის შეჩერებას, ვიდრე არ შესრულდება მათი მოთხოვნები, ვიდრე არ ჩატარდება ქვეყანაში ხელახლა არჩევნების სამართლიან გარემოში და ვიდრე არ გაათავისუფლებენ იმ ადამიანებს, რომლებიც დააკავეს ამ მშვიდობიან საპროტესტო აქციებზე. ასეთი კი დაახლოებით 500 ადამიანი ადმინისტრაციული წესით, ასევე 54 ადამიანი სისხლის სამართლის წესით, ზოგიერთ მათგანს 9-დან 12 წამი თავისუფლების აღკვეთაც კი ელოდება. აღსანიშნავია, რომ მაშინ როცა დააკავეს ასულობით მოქალაქე თბილისში საპროტესტო აქციებზე, მათზე იგზავნეს სამართალდამცველებმა მათი დაცვის ნაცვლად. ჩვენ ადგილი გვქონდა წამებასთან, სასტიკ მოპყრობასთან, წამებად შეფასდა არაერთი შემთხვევაში სამართალდამცველების მოპყრობა აქციის მონაწილეების მიმართ და ასევე აღსანიშნავია, რომ არაერთი ვიდეომტკიცებულება ჩვენ ვნახეთ აი ამ ძალადობის, სასტიკი მოპყრობის და ამ დრომდე არც ერთ სამართალდამცველს არ უდია პასუხი ამ ჩადენილი ძალადობის და წამების გამო. ასეთია 2 იანვრის საღამო ბათუმში. მოდი გავისაუბროთ კიდევ რამდენიმე აქციის მონაწილეს, რომ გავიგოთ მათი განწყობა. მოგესალმებით, ქეთი, შეიძლება რომ გაგესაუბროთ ბათუმელის პირდაპირ ეთერში. როგორია დღეს თქვენი შემართება? სალომე ზურაბიშვილი ამბობდა, რომ ვიღაცებს გაცვლა ჰქონდათ, რომ ახალ წლის დღეებში ჩაქრებოდაო ეს მუხტი და განწყობა, მაგრამ ასე არ მოხდა და ვერ გათვალისო. თქვენ ეს გეუბნებათ ეს დღეები, ბათუმის საპროტესტო აქციები, ასევე თბილისის აქციები. ეს დღეები პირველ რიგში გვაჩვენებს, რომ ჩვენთვის არ არსებობს არც დასვენების დღეები, არც დღესასწაულები ჩვენი ერთობის გარეშე. ანუ ნებისმიერი სადღესასწაულო დღე, რაც იქნება, აუცილებელია რომ ერთად გავატაროთ, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ ახალი წელი წვედობაც ყველამ აღვნიშნეთ ერთად იმის გამო, რომ პირველ რიგში აქციაზე ყოფნა იყო პრიორიტეტული და არა საკუთარ ოჯახებში. ამიტომ ჯერა რომ დასვენების დღეების შემდეგ კიდევ უფრო დიდი შემართებით გავაგრძელებ შეკრებებს და ეს ყველაფერი არის. ანუ მოდილი გავგზავნებ კიდევ უფრო გაძლიერდება ეს საპროტესტო მუხტი. აუცილებლად გაძლიერდება, აუცილებლად გავაგრძელებ სტაბილურად გამარჯვებისთვის ბრძოლას და მე მჯერა რომ ეს შედეგი ძალიან მალე დადგება. რა გაძლევთ ამის იმე ჯერ კიდევ უკან არ იხევს ივანიშვილი, ხო? და აი აქტიური საპროტესტო აქციების ფონზე და ასევე სანქციების გააქტიურების მიუხედავად ჩვენ პირიქით ვხედავთ, რომ საჯარო მოხელეები, რომელმაც დააფიქსირეს თავიანთი პროტესტი, აი საგარეო კურსის ცვლილების გამო, ან შეუერთდნენ საპროტესტო აქციებს, ან გაიფიცნენ, მათ უთხოვენ სამსახურებიდან მასობრივად იყო, ხო? რა თქმა უნდა, ეს არის დამატებით კონტროლის და ზეწოლის მექანიზმი, რაც ახლა საჯარო მოხელეებზე ხორციელდება, თუმცა ესეც აჩვენებს თვითონ რეჟიმის აგონიას, იმიტომ რომ უკვე ცდილობენ, რომ ნებისმიერი შესაძლო ხერხით ზეწოლო ამოახდინონ ისეთ ადამიანებზე, ვინც შეიძლება გამოვიდეს და ჩვენთან ერთად დადგეს. ამ მხრივ მინდა რომ ზუსტად საჯარო მოხელეებს მივმართო, იმიტომ რომ რაც უფრო დიდხანს იქნებიან ჩუმად, მით უფრო დიდი ზეწოლა გაგრძელდება უახლოესი დღეების და თვეების განმავლობაში, ამიტომ ჯერ კიდევ არის დრო იმისთვის, რომ ერთად დადგნენ, ხმამაღლა გამოხატონ თავიანთი პროცესი და მე მჯერა, რომ ჩვენი ერთად ყოფნით და ერთად დგომით ეს შედეგი უფრო მალე დადგება. მადლობა, ეს ქეთი დოჭვირი იყო მოქალაქე ბათუმის საპროტესტო აქციიდან. მოდი გავისაუბროთ თქვენსაც. მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში, მოდიში გაჭყოდინებთ საუბარს. თქვენი ემოცია გაგვიზიარეთ და შემდეგ მოვუსმენთ აუცილებლად ირაკლისას. მოდი გითხარით თქვენ, რა საჩვენებს ეს ახალწო დღეები გვე ბათუმის შემთხვევაში? დღეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილიც ამბობდა, რომ ბევრს ეგონაო, რომ ჩაქრებოდა ეს საპროტესტო მუხტიო, მაგრამ ვერ გათვალესო. თქვენთვის რის მაჩვენებელია ეს დღეები? აი შესუსტა უკვე პროტესტი, მიდის უკვე ჩაქრობისკენ ეს წინააღმდეგობა, თუ საითკენ მივდივართ, თქვენ როგორ ხედავთ? პროტესტი ღმერთმადობა ქართველ ხალხს აუღვიზდა და ეს აღარ ჩაქრება. ამ ცეცხლს და ამ გულისკივის ვერაფერი ვერ ჩააქრობს, იმიტომ რომ ქართველი ხალხი ყოველთვის იდგა ჭეშმარიტების გზაზე, იმ გზაზე, რასაც ქვია ევროპის გზა, რასაც ქვია დამოუკიდებლობა. სამწუხაროდ დღეს იმ რეალობას წინაშე ვდგავართ, რომ ჩვენს დამოუკიდებლობა საფრთხე ემუქრება.
ხო. პირველად გვაქვს ისტორიის განმავლობაში შანსი, რომ დავიბრუნოთ უსისხლოდ, უმტკივნეულოდ და მშვიდობიანად. დარწმუნებული ვარ, რომ მალე გავიმარჯვებთ და რა გაძლევთ ამის იმედს, რაში ხედავთ ამის ნიშნებს, რომ მივდივართ გამარჯვებისკენ. ქართველი ხალხის და განსაკუთრებით ახალგაზრდების ერთიანობაში. და გვეცნობა. მართალი აღმოჩნდა ძალიან ბევრს ეგონა რომ ვარც ახალწელზე გამოვიდოდა არც იმაში, მაგრამ წინის ახალწლის მიუხედავად და ცუდი ამის ამბების მიუხედავად ყოველთვის ხალხი აკوارდა და მიდგები გამარჯვება. ჩვენ ვერავინ ვერცებად და ვერ დაგვამარჯვეთ. ბრძოლა გამარჯვება. თქვენი სახელი? ბექა. გვარი შავაძე. ბექა შავაძე. მადლობა ბექა, საინტერესოა თქვენ შეხვედრა. რა. კიდევ ერთი მოქალაქე მიმართ თავის სცენიდან მოქალაქებს და მას მოусმინოთ. გილოცა ბიჭებო ოჯახები, სიმრავლე, სიკეთე, გამარჯვებით და წარმატებები. ეხლა ცოტა საკვირველებზეც უნდა გადავიდეთ იმასობრივად. მინდა მოუწოდო ჩვენ აჭარის პედაგოგიურ კოლექტივებს, მასწავლებლებს. ალბათ ნოდეშვილის სტროფები ვიცით, მასწავლებელი ზოგჯერ უშვილო, მაგრამ მრავალი ბავშვის მშობელი. ქვეყნად ბელადიც არ აყოფილა მასწავლებელი რომ არ ხოლოდა. მეგობრებო, ჩვენი თავრობის მესვეურები დეზინფორმაციას ავრცელებენ, რომ მასწავლებლები, მოსწავლეები ეს აპოლიტიკური სისტემა. სამშობლოს დაცვა არავის არ აპოლიტიკურები არ არსებობს. სამშობლოს დაცვა ყველასათვის პირველი მოვალეობაა, რომ აქ იდგეს მეგობრებო. აქ დგომა არის, აქ იწერება საქართველოს ისტორია დღეს. აქ უნდა ვიდგეთ. მინდა მივესალმო იმ ემიგრანტ გოგონას, იტალიიდან ალბათ არა. დიდი მადლობა მინდა უთხრა მისი თამადობით ყველა ემიგრანტ. მეორე გოგონა მგავს ნიუ-იორკში ემიგრანტები. ორივე ზუსტად ასეთი უკმაყოფილობის გამო წასული. ყოველდღეს იმას მეუბნებიან, მამი, ჭკვიანად იყავი, გადი ყოველთვის, მაგრამ არ გამლაქონობენ. მაგრამ არა ნუ გეშინიათ უთხარი. მე ვერ გამლაქავენ, არც გამლაქავენ და არც მეშინია და არც შეუშინდები არავის. ამიტომ მოუწოდეთ აი ამ მასწავლებლებს, ექიმებსაც, მასწავლებლებს არაფერი არ მოხდება. მე-12 კლასელებს რომ სწავლონ ხელი 8 საათის მერე მის მოსწავლეებს და გამოვიდნენ და დადგენა. აბა როგორ უნდა ასწავლონ მათ ვეფხის კაოსანი, რომელშიც მეგობრობა, სიყვარული, სამშობლოს სიყვარული. როგორ უნდა ასწავლონ ვაჟა-ფშაველას ბაქტრიონი, რომელშიც პატრიოტიზმის წითელ ზოლსავით გასდევს ნაწარმოები. როგორ უნდა ასწავლონ აკაკის მასიაჩუკი, როგორ უნდა ასწავლონ აკაკის გამზრდელი და ასე შემდეგ მეგობრებო. რა ლამაზი ქვეყანა გვაქვს, რა ლამაზი ფადამდელო, არ მომკვდარა და არც მომკვდება ეს ლამაზი საქართველო. ჩვენ ახალგაზრდობას გაუმარჯოს! საქართველოს გაუმარჯოს! 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 დიდი მადლობა. ასეთ იყო ჯემალ საკინიძის სათქმელი, რომელთაც მან გააჟღერა ამ სახელმწიფო სცენიდან, რაც ახლა მოწყობილია საკონსტიტუციო სასამართლოსთან. ის მასწავლებლად მუშაობდა ხულოში, როგორც ჩვენ ვთქვა ინტერვიუის დროს. თქვენ ხედავთ აი ამ სახელმწიფო სცენას და სტუდენტს ლარა ქარცივაძეს, რომელიც ერთგვარი მოდერატორია ამ საპროტესტო აქციებზე. აი ამ სცენასთან პერიოდულად გამოდიან მოქალაქე და მიმართავენ სხვებს, ვინც არის მოსული საპროტესტო აქციებზე. აქვე ასევე დროშები ჩქარა თავისუფლებას სულს ისე მოსწურდა ვინ დაჭრა ირმების კონც წყარო ანკარა დროშები ჩქარა ერთა ხალხის მისწავლებულ რაინდებს ვინც თავი გასწირა ვინცის მიდაყვარა მახსოვნას ქვეყანას სამკლებად რაინდებს დროშები ჩქარა დიდება ვინც კიდევ ვაბრძოლებს იმედით ვინც მე გადავდება მტრის ყოფნას პეტენდა შეერთდი დროშები ჩქარა
ჩქარა დროშები 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 ჩქარა დროშები ჩქარა დროშები ჩქარა დროშები დროშები ჩქარა დროშები ჩქარა დროშები ჩქარა დროშები 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 ჩქარა დროშები ჩქარა დროშები ჩქარა დროშები 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 ჩქარა დროშები ჩქარა დროშები ჩქარა დროშები 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 ჩქარა დროშები ჩქარა დროშები ჩქარა დროშები 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 ჩქარა დროშები ჩქარა დროშები ჩქარა ბოდიში მირეკის ვიდეო რომ გავესაუბრო მე საჩვენებს ყოველთვის სახალხო დღეებში როცა გრძელდება საპროტესტო აქციები მათ შორის ბათუმში ესე რომ ვთქვათ ახალი წელი ძველით ახალი წელი მედობაც არის საქართველოს სამსახურში რასაც საქართველოს საზოგადოების უმრავლესობა აკეთებს ჩვენი ერთად ხედავთ ამას მე პირველ რიგში არ მინდა რომ დამავიწყდეს მადლობა მინდა გადაგიხადოთ პირადად თქვენ და თქვენს ესე რომ ვთქვათ არ ვიცი თქვენი სტატუსი სამართლებრივად როგორ არის ობიექტურობისათვის და ხედავ მე მშვენიერ კარგად რომ ობიექტურად აჩვენებ საზოგადოებას სხვადასხვა ადამიანებს ეწევა გამოხატვის თავისი აზრის მადლობა თქვენ ჯობისთვის ძალიან სასიამოვნოა რომ მადლობა თქვენ ჯობისთვის მაგრამ ჩანს რომ ჯერჯერობით არ იხევს უკან ივანიშვილის რეჟიმი პირიქით დაიწყეს შეტევა უკვე საჯარო მოხელეებზე ხო ის გამოხატავს თავის პროტესტს ან გაიფიცა თემატინაცული ტოვებს ამსახურს ან ატოვებინებენ ან აქეთკენ მიდის პროცესი ეს რას აჩვენებს გენს მე ვფიქრობ რომ ეს საზოგადოება ინასარი ცოდა რომ აქამდე მივიდოდი ეხლა უკვე ივანიშვილი ბაბანკზე წავიდა ივანიშვილი ბოლომდე სანქცირებული არ არის მისი სადღაც არის 4 მილიარდი სანქცირებული ამ ეტაპზე ქართულ ბანკზე როგორც ვიცი არ არის სანქცირებული შვილები არ არიან ოჯახის წევრები თუ ამ ეტაპზე მივიდა ივანიშვილს მე ვფიქრობ სასაცდელის აღარჩება ანუ ბაბანკზე წავიდა ჩვენ ამას ხედავ და რაღაც პატარ-პატარა შვილები დარჩა რომ ის გარკვეულ წილად თავისუფალი სამყაროს რაღაცი ნაწილად დაიტოვოს თავი მაგრამ ეხლა მე ვერ ვიპასუხებ იმაზე თვითონ რა გადაწყვეტილებას მიიღეს ჩვენმა მეგობრებმა და სტრატეგიულმა პარტნიორებმა ეს გარკვეული შილჩები დაუტოვეს განაცხადი თვითონ მისი გადასაწყვეტია და მისი გარემოწვის როგორ შეიძლება ვთქვათ მეკეთვი მე წინაჩვენ ჩართვაში ის ვიხარი რომ მე ვფიქრობ უკვე რომ ის რუსული სპეცსამსახურების გავლენის ქვეშ იმყოფება მე ვფიქრობ და მარტო ვეღარ მართავს პროცესს აქედან გამომდინარე ვფიქრობ რომ კიდევ უფრო ვაბანკზე წავა და ეს სამწუხაროდ ჩვენი თანაქალაქელები ჩვენი ქართველების საჯარო სამსახურიდან გათავისუფლება და რაღაც ნახდაგვარები შეიძლება კიდე გაგრძელდეს და არა შემცირდეს არ გამოურიცხავ იმასაც რომ განცდიერდება ეს რეპრესიები ამასელოდები ვფიქრობ კი მაგრამ ჩვენ ახლა რაღაც ჩვენი აღირება და მაგდაგვარი რაღაც კი არა გვაქვს ჩვენ გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის სამსახურში რომ ხვალზე ჩვენი შვილები უბრალოდ თაობა როგორ იცხოვრებს აქედან გამომდინარე ახლა ჩვენ იმაზე ვერ მივიღებთ ვიძინა რას გააკეთებს რომ ეგრე გავიგვიძოთ ხო მაგრამ რუსეთი ვერ მოახერხებს ამ წინააღმდეგობის ჩახშობას რაც ახლა საქართველოშია ვერა ახლა გარკვეულწილად შეეცდება და ეცდება კიდე დაუშვათ ეს ტიტუშკები ძონდერდაჭუბებები სხვადასხვა ფორმით რომ დააშინოს ადამიანები რაღაც გარკვეულწილად მე მაქვს ესეთი ინფორმაცია რომ უფროსი თაობა ესე რომ ვთქვათ ის საბჭოთა კავშირს და ხობას ვინც მოესწრა ეუბნება ახალგაზრდა თაობას რომ რა გინდათ მან არ გახვიდეთ და ასეთებდა მეგობრებო
ნუ გაქცისი სულილება აუცილებლად იქნება. სულილება იქნება უკეთესი, კარგი და ეს იქნება ჩვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის უკეთესი გვალინდელი დღე. სახედავთ დღეს ამის ნიშნებს, რომ იქნება უკეთესი შვილებები. საზოგადოება. ჩვენ ყველა ნახეთ, ხო? თქვენ ხო ბათუმში იმყოფებოდა. თბილისში რა ხდებოდა, ხო? ნუ მინიმუმ 200,000 ადამიანი იყო თბილისში და ყველა ნახეთ ბათუმში რა ხდებოდა, ხო? აღნიშნულ ბათუმის დაზვის დღესთან უცხოელები იყვნენ. მერის მიერ ორგანიზებული კონცერტიდან გადმოდიოდნენ. ბატონო, რუსები იყვნენ, უცხოელები. მნიშვნელობა არ აქვს ტურისტი ჩვენთვის, ყველა მისაღებია, ვინც ესე რომ ვთქვათ, როგორც ტურისტი შემოდის და ეხლა აგენტებზე და რაღაცაზე მე არ გავავახვილებ პროკურატურა. ქართველები, ბათუმელები იყვნენ პროტესტის ლოკაციაზე და იყვნენ ტურისტები, რომლებიც ესე რომ ვთქვათ, გავლით იმყოფებოდნენ და ანუ საზოგადოება, როგორც ევროპულ პროტესტში ერთერება, შესაბამის ნაბიჯებს გავს. ეს არის თვითდინებადი საზოგადოებამ დღეს თვითონ დაინახა თავისი როლი ქვეყნის მშენებლობაში, ქვეყნის განვითარებაში და ესე რომ ვთქვათ, ქვეყნის თავდაცვაში. ყოველგვარი პოლიტიკური რაღაც ნიშნების და შეხედულების მიუხედავად. მადლობა. ეს ირაკლი გობაძე იყო მოქალაქე ბათუმის საპროტესტო აქციიდან ჩვენი პროცესმა. ასეთია ბათუმში საპროტესტო აქციაზე. ეს 26 ღამეა როდესაც გრძელდება საპროტესტო აქციაზე და მოდიყვებით აუცილებლად აქ მოგვდარი ამბების შესახებ. მადლობა რომ გიყურეთ, ეს ბათუმელების პირდაპირ ჩართვა იყო. მადლობა ყურადღებისთვის.
Astadodi chamokonda admiski chamonatami adekna kotomi ave satwa bise monatami alina mirina o tanina nina o alina mirina o tanina nina o Odogo bisinisa kejamune bisinisa Salina srigo bina kana treligo srina alina mirina o tanina nina o როგორ შეიძლება როცა აჭარულს ეკვრათ საპროტესტო აქციაზე? 71-ის? როგორ შეიძლება როცა აქციაზე იცეკვეთ აჭარული? ეს პირველად გამოყვეთ აქციაზე თუ ხშირად ადიხარ? პირველად ეს გამოყვეთი? როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება? როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება? ეს პროტესტი ხო? რას ფიქრობთ, რა იქნება, რა მოლოდინი გაქვს? დიდი მადლობა. თქვენი სახელმწიფოარი? არა. მინდა არასწორად. բայց ჩვენს პირდაპირ ეთერში ყავით და როგორ? ბატონების პირდაპირ ეთერში ვართ ეხლა. ეხლა? კაი, მადლობა. სახელმწიფოარს გვეტყვით? არა. ესეთია მოქალაქის გზავნილები, რომელთაც როგორც გვიტყვა დღეს პირველად მოვიდა საპროტესტო აქციაზე. ეს 26 ღამეა, როცა იმართება საპროტესტო აქცია ბათუმში, თბილისში და არა მხოლოდ აქ, მთელი ქვეყნის მასშტაბით და შეესრულა აჭარული ამ ახალი წლის სახელმწიფო განწყობის მქონე საპროტესტო აქციაზე. ახალი წლის დღეების მიუხედავად, დღესაც კი მოქალაქეები კანან ქუჩაში და მართავენ საპროტესტო აქციას. აი ასეთი განწყობაა დღეს ბათუმში, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოსთან დღესაც შეიკრიბნენ მოქალაქეები და გამოხატეს პროტესტი იმის გამო, რომ საქართველოს ჩაუკატეს გზა ევროპისკენ და მოქალაქეების
პოზიცია დღეს ჩანს ძალიან მკაფიოდ და ურყევად, რომ ისინი არ დაუშვებენ ამ ქვეყნისთვის გზის ჩაკეტვას ევროპისკენ, რაც ნიშნავს პირდაპირ საფრთხის შექმნას ჩვენი ქვეყნის არსებობისთვის, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლად არსებობისთვის, ამიტომაც ისინი ამბობენ, რომ არ შეწყვეტენ ამ პროტესტს, ვიდრე ბასმელების პირდაპირ ჩართვა, ჩვენ ავწევთ პოზიტივური შესახებ, რაც მოხდება საფრთხის აქციაზე. ეს ჩვენ შეძლებს ბასმელების და ეს გაზეთი, მადლობა ყურადღების სრულყოფილების